2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება 21%-ით 6.38 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. პროკურატურა აცხადებს, რომ უკვე 2 წელია კრიპტოვალუტის მიდევნების და აღმოჩენის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. შარშან სახელმწიფომ უცხოურ კომპანიებთან 70 მილიონი ლარის კონტრაქტები გაფორმდა, რაც ტენდერებით გაფორმებული საერთო ხელშეკრულებების 1.3%-ია. იანვარ-აპრილში საქართველომ 37.6 მილიონი დოლარის ღირებულების 1.1 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა, მათ შორის 203 მილიონი კილოვატ-საათი თურქეთიდან შეიძინა. ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობა 80-128 ლარი ეღირება, ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია თუ რომელი ქალაქიდან სურთ მოქალაქეებს თბილისში გამგზავრება. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს-მედია სააგენტო, მენსო შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. 2025 წელს პროკურატურამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 19.4 მილიონი ლარის კრიპტოვალუტა ამოიღო. ამის შესახებ უწყების 2025 წლის ანგარიში არის აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით ვირტუალური აქტივების გამოყენება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და განსაკუთრებით ხშირია ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეებში. პროკურატურა განმარტავს, რომ ონლაინ სივრცეში მოქმედი ჯგუფები სულ უფრო ხშირად ახდენენ უკანონო შემოსავლების კრიპტოვალუტაში კონვერტაციას, რაც ართულებს როგორც თანხების წარმომავლობის დადგენას, ისე მონაწილე პირთა იდენტიფიცირებას. უწყების შეფასებით ბლოკჩეინის ანალიტიკური სისტემა სწორედ ამ ტიპის ფინანსური ნაკადების გასაკონტროლებლად გამოიყენება. პროკურატურის ინფორმაციით 2025 წელს გაიზარდა საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობაც ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მულტინაციონალური ონლაინ სერვისის პროვაიდერებსა და კრიპტობირჟებთან 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უწყების ცნობით მოთხოვნების 87% დაკმაყოფილდა. 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება წლიურად 21%-ით წინა წელთან არსებული 8.1 მილიარდი ლარიდან 6.38 მილიარდ ლარამდე შემცირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის თანახმად შემცირებულია გამარტივებული შესყიდვების ჯამური მოცულობაც, ანუ ისეთი ხელშეკრულებების რაოდენობა, რომლებიც უტენდეროდ ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად შედგა 5.8%-ით არის შემცირებული. დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის შედეგად ბოლო 15 წელში სახელმწიფომ 5 მილიარდ ლარზე მეტი დაზოგა. რა ტენდენციებს აჩვენებს რიცხვები, რა სიახლეებია დაგეგმილი შესყიდვების სისტემაში და პასუხობს თუ არა აღნიშნული ცვლილებები არსებულ გამოწვევებს. ელენე გოგბერაშვილი გაეცნო ანგარიშს და ის შეფასებებსაც მოგვასმენინებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. მოგესალმები ელენე და პირდაპირ ეთერში ხარ. მოგესალმებით ნუცა. გასულ წელს ჯამში 6.3 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6.1%-ია. ტენდერების 71%-ზე მეტი ელექტრონული ტენდერი იყო. 4.5 მილიარდი ლარის ჯამური ღირებულებით, გამარტივებული შესყიდვების ჯამური ღირებულება კი 1.1 მილიარდ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვების ჯამური მოცულობა დაახლოებით 5.8%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი მოცულობის შესყიდვების მქონე ორგანიზაციებს შორის პირველ ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომლის მიერ ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულებამ 562 მილიონ ლარს გადააჭარბა. მეორე და მესამე პოზიციებს კი თბილისის მერია და მუნიციპალური განვითარების ფონდი იკავებენ. სააგენტო ანგარიში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის შედეგად 2025 წელსაც ელექტრონული პროცედურების გამოყენებამ საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომია უზრუნველყო. სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულებებს შორის სხვაობამ კი 2010-2025 წლებში ჯამურად 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2025 წელს ტენდერების შედეგად არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 70 მილიონ ლარს გადააჭარბა, ადგილობრივ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება კი 5.2 მილიარდ ლარზე მეტი იყო. დონორი ორგანიზაციების სახსრებით კი გასულ წელს 656.9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები შედგა. სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო ანგარიში ასევე უთითებს მათ შორის იმ სიახლეებსაც, რომელიც უკვე მომავალი თვიდან უნდა ამოქმედდეს. კერძოდ 1 ივნისიდან იქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება CP ცენტრალური შემწყიდველი ორგანო, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელებს კონსოლიდირებულ ტენდერებს. სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, კანონში ნებისმიერი ტექნიკური შესწორება მხოლოდ ფორმალობაა და რეალურ პრობლემას, რაც სისტემურ კორუფციას უკავშირდება, ვერ აღმოფხრის. ცვლილებები, რომელიც განხორციელებულია და ძალაში სულმა შევა, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არის და ისეთ ფუნდამენტურ პრობლემას, როგორც კორუფცია, ქართული ოცნების პირობებში უბრალოდ ვერ აღმოფხრის, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არსებობს სახელმწიფო ან მუნიციპალური უწყება, რომლის კორუფციაზე უკვე თავად ქართული ოცნების პროკურატურა ან სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ საუბრობს. შესაბამისად, გამონაკლისად ვერ დარჩება ვერც ის თუნდაც ახალი ცენტრალური შესყიდვების ორგანიზაცია, რომელიც ამავე რეჟიმის პირობებში და ამავე სახელმწიფო სტრუქტურაში შეიქმნება. ერთადერთი რამაც თავის დროზე მნიშვნელოვნად იმუშავა კორუფციის წინააღმდეგ, ეს იყო საჯაროობა და გამჭვირვალობა. თუმცა ვხედავთ, რომ აი ამ საჯაროობის, გამჭვირვალობის, დამკვირვებლებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ქართული ოცნების ჩინოვნიკები ახერხებენ მოიპარონ მრავალი მილიონი, ასეულობით და შესაძლებელია წლების შუაში უკვე მილიარდობით ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან. ამიტომ მსგავსი ტექნიკური ცვლილებები, რომლებიც ახლა უნდა შევიდეს ძალაში, ან რომელიც შესაძლებელია მომავალში განხორციელდეს, ამ რეჟიმის პირობებში უბრალოდ თავის მოტყუებაა, რომ კორუფციას შეამციროს. იურისტი ბადრი ნიაური, რომელიც შესყიდვების მიმართულებით მუშაობს, რამდენიმე სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს, ის რომ კონსოლიდირებულ ტენდერებს მთავრობის ადმინისტრაცია ჩაატარებს და არა შესყიდვების სააგენტო, რომელსაც მეტი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს, ის ამას მსხვილი ტენდერების პოლიტიკური კონტროლის სურვილად აფასებს. იურისტი მიიჩნევს, რომ თეთრი სია არაეფექტურია და მხოლოდ სახელისუფლებო კომპანიებზეა გათვლილი. შავ სიასთან დაკავშირებით მექანიზმის გამკაცრება კი კომპანიების პოლიტიკური ნიშნით გადაჯგუფების მცდელობა. ნიაური ასევე აკრიტიკებს ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულს და ასევე ამბობს, რომ კომპანიებს მცირე დარღვევებზეც კი მილიონობით ლარის ჯარიმას აკისრებენ, რაც მეტი არაფერია თუ არა სახელმწიფო რეკეტი. ხელისუფლება ცდილობს მათ შორის იმ ახალი ინსტიტუციით ბჭყალებში კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით, რომელსაც ადმინისტრაცია ჩაატარებს და რატომ არ ჩაატარებს შესყიდვების სააგენტო, რამის შემჩნეულები ხომ არ არიან, ანუ აქ პერსონებზე არ გადის ეს საკითხი, ბუნებრივია, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს კონტროლი დიდი შესყიდვების და კონტროლი კომპანიების, დიდი კომპანიების, რომლებიც თუ პროსახელისუფლოდ არ იქნებიან განწყობილი, მინიმუმ ლოიალურად მაინც უნდა იყვნენ დამოკიდებული. შესყიდვების სააგენტო უფრო მეტად მოქნილი ინსტიტუცია, რადგან პირველ რიგში აქვს ინსტიტუციური მეხსიერება, მეორე ყავს კვალიფიციური კადრები, მესამე ის, რომ მისი ვალდებულება არის მონიტორინგი, მას შეუძლია საკანონმდებლო აქტები გამოსცეს და იცვლება რა? იცვლება ის, რომ თუ შესყიდვების სააგენტოში ბადრი ნიაური მუშაობს, ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში ვინმე გიორგი გააკეთებს ამ საქმეს, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები ხარისხით და ესე ვთქვათ, ახალი შეცდომებით. აღსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც 1 ივნისიდან შეიქმნება ცენტრალური შემწყიდველი ორგანო, კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადებების წარდგენისთვის დაწესდება საფასური 100 ლარის ოდენობით, ამასთან ამავე თარიღიდან კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ცენტრალური შემწყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა დასადების შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. უფრო ვრცლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის მთავარ აქცენტებს და სისტემაში არსებულ გამოწვევებზე შეფასებებს მაყურებელს საღამოს შემაჯამებელ საქმის კურსში შევთავაზებთ. მადლობა ელენეს, ელენე გოგბერაშვილი იყო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. 360 გრადუსიანი მხარდაჭერა ბიზნესისთვის, ასეთია კომპანია Smart Business Hub-ის საქმიანობის მთავარი პრინციპი. Smart Business Hub-ი ეს არის მრავალპროფილური საკონსულტაციო და აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს კომპლექსურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, გუნდი აერთიანებს ექსპერტებს იურიდიული, ფინანსური, HR და კომერციული მიმართულებებით და ფარავს ბიზნესის საოპერაციო ციკლის ყველა ეტაპს. რატომ შეიქმნა Smart Business Hub-ი და რატომ ხდება დღეს აუთსორსინგი ბიზნესისთვის უფრო
ეფექტიანი მოდელი. მეტი დეტალით Smart Business Hub-ის მარკეტინგის მენეჯერი თამარ მეზურნიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით თამარ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ საკითხით, მთლიანობაში რატომ შეიქმნა კომპანია Smart Business Hub-ი და რა არის ის თავი პრობლემა და გამოწვევა, რომლის გადაჭრასაც ბაზარზე თქვენი კომპანია მიზნად ისახავს. მოგესალმებით პირველ რიგში. ბიზნესი დღეს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პარტნიორთან უწევს თანამშრომლობა და ხშირ შემთხვევაში ეს პროცესები, როგორც არის HR, იურიდიული, კომერციული მიმართულებები, არ არის ხოლმე ერთმანეთთან კოორდინაციაში და პროცესები ხდება უფრო ქაოტური. ჩვენი დაკვირვებით ბიზნესს სჭირდება არა მხოლოდ ერთი მიმართულებით მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა, არამედ უფრო კომპლექსური მიდგომა იმისათვის, რომ მისი მუშაობა იყოს უფრო ეფექტური. შესაბამისად, ეს გახდა მთავარი იდეა ჩვენი გუნდის გაერთიანებისა, რომ ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მომსახურება, არამედ კომპლექსური მიდგომა, მასზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომით, რა თქმა უნდა, და შესაბამისად გავხდეთ მისი გრძელვადიანი პარტნიორი და თანამშრომელი და გუნდის წევრი. და უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა გამოცდილება აქვს თქვენს გუნდს, რომელიც სწორედ ამ კომპანიაში ერთიანდება? ჩვენს გუნდში ერთიანდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ავიაციო, ტურიზმი, სამშენებლო, ჰორეკა და სხვა ბიზნეს მიმართულებებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ კომპანიას არ შევთავაზოთ ცალკეულად ერთი რომელიმე სერვისი. ჩვენი სურვილი და мотивация არის ამ ყოველფრის კეთების ის, რომ ბიზნესს დავეხმაროთ სრულად სტრუქტურირებული პროცესების შექმნაში, რაც შემდეგ უკვე ეფექტური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება მას. ასევე ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესს მიუდგებით ბევრად უფრო ინდივიდუალურად ვუდგებით და შესაბამისად ვთავაზობთ მათზე მორგებულ საჭიროებებს მთელ ამ სისტემაში. საინტერესოა, რითი განსხვავდება თქვენი კომპანია სხვა აუთსორს კომპანიებისგან და ზოგადად ვიცით, რომ სულ უფრო მეტად ხდება აქტუალური ეს მიმართულება ბიზნესისთვის, ამაზეც რომ უფრო ვცად მოგვიყვეთ. ჩვენი კომპანიის ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი არის ის, რომ ზოგადად აუთსორს მომსახურების დროს ერთ კონკრეტულ მიმართულებას იღებენ ხოლმე მომსახურებაში და ჩვენი კომპანია აერთიანებს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას და თავაზობთ უფრო კომპლექსურ მიდგომას მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებით. უფრო და უფრო იმიტომ ხდება აუთსორს მომსახურება, რომ ადამიანი აღარ უწევს ერთ კონკრეტულ თანამშრომელზე დამოკიდებულება და ერთ სივრცეში იღებს უფრო პროფესიონალურ გუნდს, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება, პრაქტიკულ ცოდნაზე მიღებული გამოცდილება და სთავაზობენ ბევრად უფრო გამართულ სისტემას, რაც მათ ეხმარება შემდეგ უკვე ეფექტური ნაბიჯების გადადგმაში. როგორც ვიცით, ზოგადად არის ერთ-ერთი გამოწვევა ბიზნესისთვის სწრაფად ცვალებადი საგადასახადო კანონმდებლობა და რისკების მინიმიზაცია. ხო, ამ მიმართულებით აი ამ პროცესში რა როლი აქვს ზოგადად სწორ ფინანსური იურიდიულ მხარდაჭერას კომპანიებისთვის, ბიზნესისთვის? დღეს უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ დეკლარაციების სწორად შევსება. დღეს მუდმივად ცვალებადი საგადასახადო სისტემის ფონზე საჭირო არის, რომ რისკები წინასწარ იყოს შეფასებული და იმისათვის, რომ მინიმიზაცია მოხდეს მათი. შესაბამისად, სწორი ფინანსური და იურიდიული მხარდაჭერა კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ წინასწარ განსაზღვროს რისკები, იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს ისეთი პრობლემები და რისკები, როგორიც არის მაგალითად საგადასახადო სანქციები, შრომითი დავები ან ფინანსური გაუმჭვირვალობა. და Smart Business Hub-ი სწორედ ამაში ეხმარება კომპანიას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იქნას შეფასებული და სტრუქტურირებულად დალაგებული იმისათვის, რომ შემდეგ უკვე ბიზნესი ორიენტირდეს თავის განვითარებაზე და მაქსიმალურად ეფექტურად ზრდაზე. თქვენ თქვით, რომ Smart Business Hub-ი ეს არის კომპლექსური მიდგომა, მათ შორის აუთსორსის მიმართულებით და მხოლოდ არ არის ბუღალტრული მხარდაჭერა. აი ზოგადად რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებს ბიზნესი, რომელიც შეუძლია რომ მიიღოს თქვენი კომპანიისგან? ზოგადად როგორც უკვე ვახსენეთ, დღეს ერთი მიმართულებით ბიზნესს მხოლოდ აღარ საჭიროებს მაგალითად მხოლოდ ბუღალტრული მიმართულებით მხარდაჭერას, არ არის საკმარისი, უფრო სწორად, უფრო სწორი მიდგომა არის, როდესაც ეს ყველაფერი ხდება სისტემურად, რადგან თუ HR კომერციული იურიდიული პროცესები არის ქაოტური, შესაბამისად შედეგადაც იღებენ სხვადასხვა რისკები გვაქვს, მაგალითად შეიძლება საგადასახადო დავები დაიწყოს ან სამართლებრივი დავები. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ იყოს ყველა პროცესი ერთმანეთთან კოორდინაციაში და Smart Business Hub-ი სწორედ ამას ემსახურება, რომ ერთ სივრცეში ნებისმიერი ტიპის ბიზნესი მიიღებს სტრუქტურირებულ სისტემურ წყობას, რაც მისცემს საშუალებას
მიღებას, რომ შედეგები ბევრად უფრო ეფექტური იყოს და თვითონ ორიენტირდეს თავის ზრდაზე და განვითარებაზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს ბიზნესის მართვის მიმართულებით რა არის მთავარი გამოწვევა, თქო რისი მხარდაჭერაც და შეიძლება შეუძლია მიიღოს ბიზნეს თქვენგან. ბიზნესი ჩვენგან მიიღებს სრულ მხარდაჭერას, როგორც უკვე ვახსენე, HR კომერციული მიმართულება, იურიდიული მიმართულება, საბუღალტრო მიმართულება. ერთ სისტემაში გვაქვს გაერთიანებული ყველა ეს მიმართულება, ყველაფერი იქნება სტრუქტურირებული და ერთ სისტემაში მოქცეული. შესაბამისად, რისკები იქნება წინასწარ ყველაფერი შეფასებული, ანალიტიკის საფუძველზე ხდება ყოველი შემდეგი პროცესის დაგეგმვა და ბიზნესს აქვს საშუალება, რომ შვიდად განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ თქვენ კომპანიას. თამარ მეზურნიშვილი, Smart Business Hub-ის მარკეტინგის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს. ლევან სულობერიძის თქმით, მოსაოდნელია, რომ შუა აზიიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთები, რომელიც აქამდე სამანქანო გზით გადაიზრდებოდა, ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე გადმოინაცვლებს. მისი შეფასებით, მოსაოდნელია, რომ უკვე არსებულთან ერთად სარკინიგზო ხაზი ახალ ტვირთებსაც მოიზიდავს, მათ შორის ჩინეთ-თურქეთს შორის ტვირთბრუნვას, რომელიც აქამდე საზღვაო ხაზებით გადაიზრდებოდა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში საერთოდ არ ხდებოდა. შუააზიური ტვირთები და აზერბაიჯანული ტვირთები ზუსტადაც ამ ინფრასტრუქტურის არარსებობის პერიოდში ცდილობდნენ, რომ სამანქანო გადაზიდვებით მომხდარიყო ამ ასე ვთქვათ, ამ ჯაჭვის გამოყენება. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი ნაკლებად იყენებდა ამას, ვინაიდან ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და მთელი ვაჭრობა ჩინეთსა და პრაქტიკულად მთელი ვაჭრობა, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი იყო, აი შეიძლება 3-4%-ის ნაწილი, რომელიც ზღვით არ მოძრაობდა, ყველაფერი მოძრაობს მოკლედ ჩინეთსა და თურქეთს შორის ზღვით. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სატვირთო გადაზიდვების დრო ძალიან ინტენსიურად მცირდება და ის შემცირდება ზუსტადაც თურქეთამდე მონაკვეთში განსაკუთრებად და ექსტრემალურად ამ გზის გამოყენებით, შესაბამისად მე ვარაუდობ, რომ ჩინეთ-თურქეთის ის ვაჭრობის ის გარკვეული სეგმენტი, რომელიც ხორციელდება დღესდღეობით ზღვით და საოკეანო გემებით, ეს ტვირთები აუცილებლად გადმოინაცვლებს და გამოიყენებს ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ტვირთები ჩვენთან არც არასდროს ხდებოდა, ვერც მოხდებოდა ქართულ ნავსადგურებში და პირიქით ეს იქნება დამატებითი დადებითი ასპექტი ამ ინფრასტრუქტურისა, რომელიც თავის თავზე, ასე ვთქვათ, მოიზიდავს ჩინურ-თურქული ვაჭრობის გარკვეულ სეგმენტს. აზერბაიჯანის რკინიგზის თანახმად ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 81 მანათი, რაც 127 ლარს შეადგენს. ამასთან აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება, თუმცა სრული მარშრუტის ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება, ანალოგიურად თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურის 81 მანათი იქნება. სამგზავრო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, რეისები შტადლერის სამგზავრო შემადგენლობით შესრულდება, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა. ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23 საათსა და 10 წუთზე გავა და თბილისში მეორე დღეს დილის 8 საათსა და 41 წუთზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21 საათზე გავა და ბაქოში მეორე დღეს დილის 6 საათსა და 24 წუთზე ჩავა. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.600.000 მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით აეროპორტებიდან გაემგზავრა 8,000 მგზავრი, 5.3%-ით მეტი, ხოლო აეროპორტებმა მიიღეს ასევე 8,000 მგზავრი, 3.3%-ით მეტი. ამას გარდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900,000 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქსტატის ცნობითვე საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 181,000-მდე მგზავრი და გადატანილია 30,500 ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 58%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა წლიურად 18%-ით არის შემცირებული. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელით შემაჯამებელი გამოშვება 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.